ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი მოგესალმებით მეგობრებო, იმედის კლინიკა იწყებს მუშაობას რადიო იმედის არხზე, სამედიცინო გადაცემა, რომელსაც სერგო კობალავა უძღვები. დღეს შაბათი დღეა 4 აპრილი ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობთ და თანამედროვე მეგაპოლის მოდით ასე უწოდეთ ჩვენს ქალაქს, მაინც მეგაპოლისი ვართ, რატომაც არა, ყოველთვის არის გამორჩეული საცობებით, გარკვეული პრობლემებით, აქედან გამომდინარე ჩვენ თავდაპირველად ჩვენ სტუმარს სატელეფონო საუბრით ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, ტელეფონის საშუალებით დავიწყებთ საუბარს გარკვეულ თემაზე, რომელიც დღეისთვის ქონდა მომზადებული. ამასობაში სტუმარი შემოგვიერთდება და გადაცემის მეორე ნაწილს ალბათ იმედია უკვე სტუდიაში გავაგრძელებთ. თემა დღეს არის მეჭეჭი, მიზეზები ამ პრობლემის განვითარებისა, რა და რა სახის მეჭეჭები არსებობს, გამოვლინების თავისებურება ფორმების მიხედვით, რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოყვეს მეჭეჭის არსებობას და მისი მოცილების მეთოდები, როგორც სახლის პირობებში, ასევე კლინიკის პირობებში. ჩვენი სტუმარი ავერსის კლინიკის დერმატოლოგი ქალბატონი ირინა იაშვილია, მას მივესალმები, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ამასობაში იმედია ტელეფონით საუბრობ და ნელ-ნელა შემოგვიერთებით ქალბატონო ირინა, თუმცა მანამდე მოდი დრო არ დავკარგო და დავიწყოთ ჩვენ საუბარი ძირითად თემაზე. მეჭეჭი რას წარმოადგენს კანის ეს დანამატი, ასე ვთქვათ, და ძალიან მოკლედ მეჭეჭების განვითარების მიზეზები, რა მიზეზებზეა საუბარი ამ შემთხვევაში? მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, უმეტესად ვირუსული ეთიოლოგიის არის. მეჭეჭის სხვადასხვა სახეობის ვირუსი იწვევს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს არის პაპილომა ვირუსი. და ესე იგი მეჭეჭი ნებისმიერ ასაკის ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, უმეტესად კი ბავშვებში და მოზრდილებში გვხდება. თქვენ აღნიშნეთ, რომ უპირატესად ეს არის ვირუსული ბუნების. არსებობს თუ არა მეჭეჭის ის ფორმები, რომელიც არ უკავშირდება ვირუსს და რაიმე სხვა პრობლემები ეს ეგრეთ წოდებული მოხუცებულების მეჭეჭებს, რასაც ვეძახით, რომელიც 60 წლის ზევით ასაკში ხდება, ეს არის უკვე სხვა კანის კეთილთვისებიანი პროცესის გამოვლინება, მაგრამ მაინც ხელი რჩება მოხუცებულობის მეჭეჭები. ამიტომ მაინც აქ განვიხილავთ. ასევე არის ასეთი ცოტა რთულად ჟღერს ბოვენოიდუ პაპულოზი, ქვია ასეთი კეთილთვისებიანი დაავადება, რომელიც ძირითადად მამაკაცებს აზიანებს. ესეც არ განეკუთვნება, ვთქვათ, ვირუსულ ეთიოლოგიის მეჭეჭებს და არის სხვა კანის კეთილთვისებიანი პროცესის გამოვლინება. დერმატოლოგიურ პრაქტიკაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომელი სახის მეჭეჭს ენიჭება უპირატესი ყურადღება? ნუ რა თქმა უნდა, ეს არის ვულგარული მეჭეჭები. ძალიან ხშირია ახლა ბოლო დროს ბრტყელი მეჭეჭები, იმიტომ რომ ყველაზე რთულად ექვემდებარება მკურნალობას, ასე ვთქვათ და ამიტომ მომართვიანობა ძალიან მაღალია. ეს ყოველივე პაპილომა ვირუსის შედეგია ალბათ. დიახ, ეს ყველაფერი პაპილომა ვირუსის შედეგია. ნუ ზოგადად მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად იმუნიტეტის დაქვეითებასთან, სტრესულ ცხოვრებასთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში, თქვათ, 2-3 წლის ბავშვებში ძალიან იშვიათი იყო ადრე მეჭეჭები და ახლა სამწუხაროდ ძალიან გახშირდა ასეთ მცირე ასაკის ბავშვების მომართვიანობა მეჭეჭების გამო. ზოგადად საინტერესოა, რა კონტინგენტის პაციენტები გაკითხავენ, თუნდაც ასაკის, თუნდაც სქესის გათვალისწინებით, რა კონტინგენტი ჭარბობს? არ არის კი, დიახ, დაწყებული 2 წლიდან დამთავრებული 60 ზევით. ამიტომ სხვადასხვა ასაკში ხდება, რა თქმა უნდა, პიკი აღწევს 6-დან 12 წლამდე. ეს ყველაზე ისეთი, თქვა, ჩვენთვის არასაინტერესო ასაკი არის, იმიტომ რომ ამ ასაკში ყველაზე მეტად ის არის თვით ელიმინაცია ამ დაავადების. ამიტომ ჩვენ უფრო მეტად მე მაგალითად უთმობ დროს იმას, რომ აუხსნა მშობელს, რომ შესაძლოა ბავშვში თვითონვე მოხდეს კუპირება ამ პროცესის და ხანდახან მკურნალობას ძალიან სუბუქს უნიშნავს. გადაცემის თვალსაზრისით პაპილომა ვირუსი, ორი სიტყვით მივაწოდოთ რადიომსმენელს ინფორმაცია, რა კონტაქტია ამ შემთხვევაში სახიფათო და გადამდები არის თუ არა ის პიროვნება, ვისაც გააჩნია კიდურზე, ყველაზე ხშირად ალბათ მტევნის არეში მეჭეჭი, რომლის გამომწვევი მიზეზი სწორედ პაპილომა ვირუსია. დიახ, რა თქმა უნდა, ძირითადი მეთოდი გადამდების წყარო არის ის ადამიანი, ვისაც არის, იმიტომ რომ არის კონტაქტურად გადამდები მეჭეჭი.
და ხელს უწყობს მიკროტრაუმირებას, ვთქვათ, თუ არის მიკროტრაუმები, ან ძლიერი იმუნიტეტის დაქვეითება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლოა მეჭეჭის განვითარება. საინტერესო იქნება ალბათ რადიო მსმენელებისგან ეს შეკითხვა. პაპილომა ვირუსი ბევრ ჩვენგანში ასოცირებული ეს ვირუსი საშვილოსნოს ყელის საავთვისებიან სიმსივნეებთან. არის თუ არა მსგავსება აი ამ პაპილომა ვირუსს შორის და იმ ვირუსს შორის, რომელიც იწვევს მეჭეშს? ეს ერთი და იგივე ოჯახია, უბრალოდ სხვადასხვა ტიპის ვირუსია. დიახ, ეს ერთი და იგივე ოჯახია, მაგრამ ამ ოჯახში აღწერილია 60 ვირუსის ტიპი. ამიტომ ჩვენ როცა ხდება, თქვა, საშვილოსნოს ყელის დაზიანება, აუცილებლად ონკოლოგიურად დატვირთული პაპილომა ვირუსები არის მხოლოდ 6 ტიპი. მაგაზე ტიპირება ხდება, გამოკვლევა და შესაბამისად საშიშროებად საზღვრდება ამით. თუ არ არის ონკოგენური ვირუსი, შესაბამისად საშიშროებას არანაირ არ წარმოადგენს. ან უშუალოდ ეს ვირუსი, რომელიც იწვევს კანის მეჭეჭებს, ნაკლებად არის სახიფათო ონკოლოგიური თვალსაზრისით. დიახ, კანის მეჭეჭებზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი აბსოლუტურად უნებლიები არიან. მეჭეჭის ფორმები, რა ფორმები არსებობს? ანუ არსებობს ბოდიში გაწყვეტილებით მიმდინარეობის თავისებურება თუ გააჩნია თითოეულ მეჭეჭებს და არის თუ არა მოსალოდნელი რაღაცა გარკვეული გართულება იმის მიხედვით თუ რა ფორმის მეჭეჭს ვაწყდებით? რა თქმა უნდა, გართულებებს უფრო ხვდებით, როცა ეს არის ანოგენიტალური მეჭეჭები და ამ ესეთი სპეციფიკურ არეში არის განკუთვნილი, იმიტომ რომ იქ უფრო მაღალი ტენიანობაა და თანხლები დაავადებები. თორე სხვა ტიპის მეჭეჭები, გამრავლების მეტი სხვა გართულება და კოსმეტოლოგიური დეფექტის მეტი არანაირი გართულება არ მოყვება ამ ტიპ მეჭეჭებს. საინტერესოა ლოკალიზაციის თვალსაზრისით, ალბათ დამეთანხმებით, რომ უპირატესწილად პაპილომავირუსულ მეჭეჭებს ჩვენ ვაწყდებით მტევნის არეში. რატომ არის არჩევითად უფრო ხშირად დაზიანება უშუალოდ? მტევანი არის უფრო მაქსიმალურად ტრავმირებული უბანი და ყველაზე მეტად კონტაქტი გვაქვს, რა თქმა უნდა, მტევნით და ამიტომაც შესაბამისად ბავშვებში არის უფრო ხშირად, იმიტომ რომ სკოლებში, საბავშვო ბაღებში მაგათ კონტაქტურად გადასცეს და შესაბამისად მტევნების ვთქვათ, მხოლოდ სამწუხაროდ აუზებიდან მოაგდა, ვთქვათ, ასეთი რისკ ფაქტორები როცა არის და ხელი ძირითადად ბავშვებში ზიანდება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ტრავმირებული უბანი არის. თავად ამ მეჭეჭის არსებობამ შეიძლება თუ არა ხელი შეუწყოს კანის სხვა პათოლოგიის განვითარებას, მაგალითად იმ უბანში, სადაც თავად მეჭეჭი არსებობს? არა, ნაკლებად სავარაუდოა, მაინც ყოველთვის მეთვალყურეობის გვაქვს ეს უბანი, მაგრამ გადაგვარების თვალსაზრისით ნაკლებ სავარაუდოა რაღაცა ავთვისებიანი პროცესის განვითარება. მე შეგახსენებთ რადიო მსმენელებს, ჩვენ საუბრობთ თემაზე მეჭეჭი, ავერსი კლინიკის დერმატოლოგი ირინა იაშვილია, ჩვენი სტუმარი. დაახლოებით 2 წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე, ჩვენ განვაგრძოთ სატელეფონო საუბარი სტუმართან. რამდენიმე კითხვა რაც იყო Facebook-ის საშუალებით მოსული და აინტერესებს რადიო მსმენელს. ძალიან ხშირად გამომდის მეჭეჭები ხელზე და არის თუ არა რაიმე საშუალება, რომ სამუდამოდ მოვიშორო? სამუდამოდ თუ სწორად იქნება ნამკურნალები, თქმა უნდა ეს სამუდამოდ შორდება და აღარ მევხდება. ანუ ის პაპილომავირუსი, რომელიც ამ შემთხვევაში შეჭრილია ორგანიზმში და გამოიწვია მეჭეჭი, შეიძლება თუ არა მისი სრულყოფილი ელიმინაცია, სრულყოფილი გამოდევნება ორგანიზმიდან? სრულყოფილი ელიმინაცია მე მაინც ეჭვის ქვეშ მაქვს, მაგრამ მაგისი მენეჯმენტი და მართვა შესაძლებელია. შემდეგ კითხვა, ნუ პრინციპში ამ კითხვაზე გავეცით ჩვენ პასუხი, გამიგია გადამდებია მეჭეჭებიო, მართალია თუ არა ეს და ეს პრინციპში მართალია. და მაღალ კონტაქტურია. მართალია რომ მეჭეჭის წვალების დროს შეიძლება იმ ადგილას კანის კიბო განვითარდეს. მაინტერესებს რადიო მსმენელს. ნუ გააჩნია რა მეჭეჭი, თუ ეს არის ანოგენიტალური მეჭეჭი და მაგას აწვალებს კი ბატონო. რატომ არ შეიძლება მეჭეჭის მოჭრა? როგორც არ შეიძლება ამით. შესაძლებელია ალბათ სახლის პირობებში აინტერესებს რადიო მსმენელს. სახლის პირობებში, იმიტომ რომ სიზღვრენა იქნება. აი შემდეგი კითხვა არის პრინციპში მსგავსი. შეიძლება თუ არა სახლის პირობებში მეჭეჭის მოცილება, მაგალითად ძმარმჟავის გამოყენებით? მეჭეჭის მოცილებას დიდი გამოცდილება საჭიროებს, ამიტომ სახლის პირობებში მაინც არ ვწევ.
და ჩვენ პრინციპში შეგვიძლია პატარა პაუზა ავიღოთ ამ შემთხვევაში თან ამასობაში ვხედავ რომ სტუმარი შემოგვიერთს და პატარა სარეკლამო ჭრილი გადაცემის მეორე ნაწილში უკვე განვაგრძობთ საუბარს ამ თემაზე. იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. გრძელდება იმედის კლინიკა მეგობრებო, ჩვენ განვაგრძობთ თემას მეჭეჭები, ქალბატონი ირინა იაშვილია ჩვენი სტუმარი. გადაცემის დასრულებამდე დაახლოებით 6-7 წუთი დარჩა, შეიძლება ოდნავ მეტი. თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ სტუდიაში 292 11 88 292 11 99 და თემიდან გამომდინარე თქვენთვის საინტერესო კითხვები დასვათ. ჩვენ ქალბატონო ირინა ვსაუბრობდით იმ შეკითხვებზე, რომლებიც Facebook-ის საშუალებით იყო გამოგზავნილი. ერთი-ორი კითხვა დაგვჭირდა, მოდით ამ კითხვებსაც გავცეთ პასუხი. რაიმე გითხარით კურნალობის ხალხურ მეთოდებზე. ძალიან გავრცელებულია ლეღვის ფოთლის და ნაყენის დადებამდე კომპოსტოს სალათის ფოთლების დაფარვა. როცა ეხება ბავშვს და როცა მაქსიმალურად ვერიდები ტრავმატიზაციას და ფსიქოლოგიურ თქვათ დატვირთვას ბავშვის, მე ურჩევ მშობლებს სცადონ სახში ხალხური მეთოდები, უბრალოდ უხსნი რომ ყველაფერი უნდა იყოს დაცული, კან ზედმეტი ტრავმა არ უნდა მიაყენონ და მეტნაკლებად უხსნი როგორ უნდა მოხდეს ეს პროცედურები. მაგრამ უშედეგობის შემთხვევაში ბავშვიც ფსიქოლოგიურად მზად არის, მშობელიც იმისათვის რომ ჩატარდეს ინვაზიური მკურნალობა და მერე უკვე მეც მიადვილდება манипуляციის ჩატარება და რა თქმა უნდა შედეგი უფრო კარგია. მაგრამ მე როგორც გითხრათ, აი ესე მასიურად არ ვარ მომხრე, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენთან მოდიან უკვე გართულებული ფორმებით და მერე უკვე ძალიან დროში იწელება მკურნალობა, იმიტომ რა თქმა უნდა ტრავმირებულ კანს ინვაზიურ მეთოდს უკვე ვეღარ ვიყენებთ, უნდა ჯერ კანი დავაწყნაროთ, აღვადგინოთ და შემდგომ თქვათ ჩავატაროთ ეს ჩვენი ელექტროკოაგულირება ამ წარმონაქმნის. ამიტომ მეტნაკლებად მაინც მოგმართონ ჩვენ. მე მგონია ხელმისაწვდომია ჩვენ პირობებში ამ პროცედურის ჩატარებაც როგორც მინიმუმ კონსულტაცია. ხო შეიძლება გაიაროთ კონსულტაცია, მიიღოთ, აგიხსნით ექიმი რა, როდის მოსალოდნელია. პატარა ბავშვია, არასოდეს არ აცებ თქვათ ხელს და არ დავაბავ და არ გაუკეთებ რაღაცა ინვაზიურ манипуляციას, როცა მე ვიცი რომ 3 თვეში ისეთი მკურნალობით, წყნარი მკურნალობით შეგვიძლია მივახციოთ შედეგი, მაგრამ არის ისეთი შემთხვევაში, როცა მრავლობითია ძალიან გრადია მკურნალობისადმი. აქ უკვე კომპლექსური მიდგომა არის საჭირო და კონსულტირება როგორც მინიმუმ მე მგონი არის აუცილებელი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ რადიო მსმენელი გველოდება და მოდით მისი კითხვა მოვისმინოთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ისმეთ. ქალბატონი ასეთი შეკითხვა მაქვს. იცით რა ყურადღება არ მივაქციე თუ რა არის თვალთან მიმდებარე ტერიტორიაზე უცბად იცით რატომღაც დავინახე შავი არ ვიცი ამას მეჭეჭი დავარქვა თუ ხალი გამიდით და არც ძალიან დიდია საშუალო ზომის არის, მაგრამ მუქი ფერის არის. ახლა რატო დაგირეკეთ, იცი საერთოდ ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ 4 წლის წინ მკერდი მომწყვეტეს და იმისაგან აბსოლუტურად არაფერი გართულება არ მაქვს, მაგრამ საშიშია ესა თუ რა დავარქვა მე თვითონაც არ ვიცით, იქნებ ამიხსნა თუ რა არის ახლა ეს. ვერანაირად ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი გამოკვლევის მეთოდი, რომელსაც დერმატოსკოპია ქვია. დერმატოსკოპია ჩვენ არაინვაზიურად ვადგენთ და დიაგნოზს ვსვავთ. ამიტომ მე მგონი მაინც უნდა მიმართოთ ასეთ ცენტრს, სადაც ჩაგიტარდება დერმატოსკოპიული გამოკვლევა, მით უმეტეს თუ ონკოლოგიურად დატვირთული პაციენტი ხართ და ბოდიში, მაგრამ იმუნო სტატუსი გაქვთ ცოტა დაქვეითებული, ჯობია დროულად მოხდეს მაგის გამოკვლევა და მკურნალობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რადიოს მსმენელი არ გვიწყენს, რადგან აი ესე დისტანციურად კონკრეტული დიაგნოზის დასმა მართლა ყოველთვის რთულია. არის მუქ ფერთან როცა გვაქვს ეს აქ მხოლოდ როგორც მინიმუმ დერმატოსკოპია, მე არ ვამბობ რომ ეს არის თქვათ აბსოლუტურად სადიაგნოსტიკო მეთოდი, მაგრამ სასკრინინგოდ აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ ჯერ არაინვაზიურად და შემდეგ ციტოლოგიური გამოკვლევა ან ბიოპსია ჩაუტარდეს იმ წარმონაქმნს და შემდეგ მართოს ეს დაავადება.
ჩვენ ახლობით 2-3 წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის დასრულებამდე. ქალბატონო ირინა, მკურნალობის მეთოდები, მოდით კიდევ ერთხელ შევჩერდეთ, როგორ ვირჩევთ მეჭეჭის მკურნალობის მეთოდს, როდესაც თქვენთან მოვა პაციენტი, რა კრიტერიუმებს ეყრდნობა, როდის უნდა ჩავატაროთ დაუშვათ აქტიური თერაპია, იგივე კოაგულაციური თერაპია, როდის მედიკამენტური თერაპია, არის თუ არა ეფექტური სიტყვაზე თქვა ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება იმ პაციენტებში, ვისთანაც ძალიან ხშირად არის მეჭეჭის რეციდივი და ეს ყველაფერი დაკავშირებულია პაპილომა ვირუსთან. დიახ, რა თქმა უნდა, თუ არის ერთეული პაპილომა, ან ერთეული ვთქვათ მეჭეჭი და ასაკი და ფსიქიური სტატუსი გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ ელექტროკოაგულაცია, მე სულ ყოველთვის მომხრე ვარ, იმიტომ რომ თითქმის 90%-იანი განკურნების ის არის. რა თქმა უნდა, თუ რჩება ნაწიბური და რაღაცა კოსმეტიკური მომენტებიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უშუალოდ აი მეჭეჭს ვაცილებთ და არა მიზეს. არა, მეჭეჭს ვაცილებთ და უშუალოდ იმ ადგილში, სადაც იყო პაპილომა ვირუსი შეჭრილი, ელექტროკოაგულირების დროს ხდება სრული ელიმინაცია იმ ადგილში. ანუ იქიდან უკვე ინსემინაცია არ მოხდება, რასაც სამწუხაროდ ხშირად ხდება აზოტით მოწვის, ანუ მოყინვის მეთოდის დროს. რატო ხდება ხშირი რეციდივები? იმიტომ რომ სრულყოფილად ვირუსის ელიმინაცია არ ხდება. ანუ გამოძევება. დიახ, გამოძევება იმ ადგილიდან უშუალოდ, სადაც მოხდა შეჭრა ვირუსის, ხო და ამიტომ რაოდენობაზე არის ფორმაზე, ადგილმდებარეობაზე, შესაძლებლობებზე, რა თქმა უნდა. არსებობს მინიმუმიდან დაწყებული, მაქსიმუმით დამთავრებული. ჩვენ სრულყოფილად, მე რასაც ეხება ჩემ თავს, ვაძლევ კონსულტირებას ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, თუ არის მრავლობითი, ხანგრძლივად მიმდინარე პროცესი, სასურველია იმუნოლოგიური სტატუსის გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ რა, ასე თქვათ, მენეჯმენტს ხანდახან 6 თვე მკურნალობ, 1 წელიც პერიოდულად მოდის შემოწმებაზე პაციენტი და ვმართავთ ამ დაავადებას. არ არის ესეთი რაღაცა არც ძალიან ადვილი, არც ძალიან რთული. მართვადი არის. შემთხვევაში ეს არის კოსმეტიკური ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი შესაძლებელია ადამიანს აწუხებდეს, ჯანმრთელობას არ უქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს. შევთანხმდეთ ამაზე, მაგრამ ექიმთან მიმართვა არის აუცილებელი, რადგან თვითნებური მეთოდებით მოცილება ცოტა რთული იქნება. და ბოლოს რამდენიმე წამი დაგვრჩა რჩევები პაპილომა ვირუსის გადაცემის თვალსაზრისით. რა რჩევები უნდა დავიცვათ, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავი ამ ვირუსის შეჭრისგან? დავიცვათ უბრალო ჰიგიენა. და ხშირად დავიბანოთ ხელები. როცა ვართ აუში ან საუნაში, რა თქმა უნდა დავიცვათ ეს ელემენტარული ჰიგიენური მეთოდები, როცა ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ფეხსაცმელი, ვთქვათ, ინდივიდუალური ხმარების რაღაც საგნები და მაქსიმალურად ხშირად, ვთქვათ, ანტიბაქტერიული საპნით ან ანტისეპტიური ხსნარი დავიმუშაოთ ხელი, თუ გქონდა კონტაქტი. მე არ ვამბობ ყოველდღიურად და აი მუდმივად რასაც, მაგრამ ჰიგიენა, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის და დაგვიცავს მეტნაკლებად სწორი ცხოვრების წესი, ვთქვათ, და იმუნიტეტის კონტროლი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ და განსაკუთრებით მინდა ვთხოვა მშობლებს, ვისაც ყავს ატოპიკი ბავშვები. აი, ატოპიური დერმატიტის დროს განსაკუთრებით ხშირად ხდება, სწრაფად ვრცელდება, იმიტომ რომ იქ მიკროტრაუმები და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ვიცი რომ ამ ბავშვებს ზრუნვა არ აკლიათ მშობლების მხრიდან, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მაინც ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის მინდა მივმართო, რომ უფრო ყურადღებით ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი ასე. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ საუბრობდით მეგობრებო დღეს თემაზე მეჭეჭი, ქალბატონი ირინა იაშვილი, ავერსის კლინიკის ენდოკრინოლოგი, მეთქობა მომავალი თემა მაქვს ენდოკრინოლოგიური უნდა ჩავიხედო. ავერსის კლინიკის დერმატოლოგი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობას გადაგიხდით საინტერესო საუბრისთვის და იმ ყველა რჩევისთვის, რაც დღეს მოგვაწოდეთ. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ჩვენ კი ამით ამოწუროთ იმედის კლინიკა, ერთმანეთს უკვე ხვალ ორ შაბათს შევხვდებით, ნახვამდის. ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.